მოგესალმებით მეორე ნაწილში. ახლა ჩვენ ფოკუსირებას მოვახდენთ პრაქტიკულ ასპექტებზე. როგორ ხდება SSSM სტუდენტის შეფასება, როდესაც ის ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობს, რა ინსტრუმენტები უნდა შევიმუშაოთ და როგორ უნდა მოვახდინოთ შედეგების სწორად დოკუმენტირება. განვიხილოთ პირველი მაგალითი. სტუდენტებმა უნდა დაწერონ ტესტი სასტუმროს ადმინისტრაციულ პროცესებზე. სტანდარტულად ამისთვის 1 საათია გამოყოფილი. მასწავლებელი SSSM სტუდენტს, რომელსაც კითხვის სირთულე აქვს, აძლევს 2 საათს. ეს არის კლასიკური აკომოდაცია, რადგან ჩვენ არ შეგვიცვლია შესაფასებელი ცოდნა, არამედ მხოლოდ მივეცით მეტი დრო მის გამოსავლენად. ახლა ვნახოთ მეორე, მსგავსი მაგალითი. აქ მიზანია 3 კერძის მომზადება 1 საათში. სისწრაფე შეფასების ნაწილია. თუ SSSM სტუდენტს ხელის მოტორიკის პრობლემების გამო მივცემთ 2 საათს, ეს უკვე მოდიფიკაცია იქნება. რათომ? იმიტომ რომ ჩვენ შევცვალეთ ფუნდამენტური კრიტერიუმი, სამუშაოს კონკრეტულ, მოკლე დროში შესრულების მოთხოვნა. აქ მივედით ყველაზე მთავარ წესთან. თუ სტუდენტი სწავლობს ISGT, სადაც მისთვის შეცვლილია მიზნები, მისი მიმდინარე პროგრესი უნდა შეფასდეს სწორედ ამ ინდივიდუალურ მიზნებთან მიმართებით. ჩვენ ვერ მოვთხოვთ მას იმას, რაც თავიდანვე არ ყოფილა მისი ამოცანა. თუმცა როცა საქმე კრედიტის მინიჩებასა და კვალიფიკაციაზე მიდგება, საბოლოო ჯამში მისი მიღწევა მაინც სტანდარტულ მოთხოვნებს უნდა შეედაროს. როდესაც სტუდენტს ინდივიდუალური მიზნები აქვს, ჩვენ გვჭირდება ინდივიდუალური შეფასების გასაღებიც. მასწავლებელმა უნდა შექმნას ისეთი დავალებები და კითხვები, რომლებიც ზუსტად ამოწმებს იმ მოდიფიცირებულ შედეგებს, რაც ISG-შია გაწერილი. მაგალითად, თუ სტუდენტს ვასწავლეთ მხოლოდ ჩამოთვლა და არა განმარტება, ტესტშიც სწორედ ჩამოთვლის უნარი უნდა შევამოწმოთ. შედეგების დოკუმენტირებისთვის ძალიან მოსახერხებელია ფორმა, სადაც პარალელურ რეჟიმში ვხედავთ როგორც სტანდარტულ, ისე სტუდენტისთვის დაზუსტებულ მოდიფიცირებულ კრიტერიუმებს. ეს თვალსაჩინოს ხდის განსხვავებას და გვეხმარება ზუსტად აღვნიშნოთ, რასთან მიმართებით ვაფასებთ სტუდენტს და რა შედეგი მივიღეთ. არსებობს მეორე, უფრო სადა ვერსიაც, სადაც შეფასების ფურცელში შეგვაქვს მხოლოდ სტუდენტისთვის განსაზღვრული ინდივიდუალური მიზნები და კრიტერიუმები. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვადარებთ მას სტანდარტს ამ კონკრეტულ დოკუმენტში, არამედ პირდაპირ ვაფიქსირებთ პროგრესს დასახულ ინდივიდუალურ გეგმასთან მიმართებით. ორივე ფორმა მისაღებია და არჩევანი დაწესებულებაზეა. ხშირად ხდება, რომ მოდულის ფარგლებში სტუდენტს უჭირს არა ყველა, არამედ მხოლოდ კონკრეტული შედეგების დაძლევა. ასეთ დროს ის იმ შედეგებთან, რომლებიც მისთვის მოდიფიცირებულია, შეფასდება ინდივიდუალურად, ხოლო იმ შედეგებთან, რომლებიც უცვლელია, შეფასდება ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად, საერთო დავალებით. თუმცა, ამ საერთო დავალების შესრულებისას მას მაინც შეიძლება დასჭირდეს აკომოდაცია, მაგალითად, დამატებითი დრო. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტს ვაფასებთ ინდივიდუალურ მიზნებთან, ზოგჯერ სასარგებლოა ვიცოდეთ რა მანძილია მის მიღწევასა და სტანდარტულ მოთხოვნას შორის. ამისთვის შეფასების ფორმაში შეგვიძლია დავამატოთ კიდევ ერთი, სურვილისამებრ სვეტი და პარალელურად შევაფასოთ მისი ნამუშევარი სტანდარტული კრიტერიუმებითაც. ეს გვაძლევს სრულ სურათს და გვეხმარება სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვაში. შეჯამების სახით მინდა ვთქვა, რომ SSSM სტუდენტის შეფასების მთავარი პრინციპი სამართლიანობა და ლოგიკური შესაბამისობაა. ჩვენ სტუდენტს ვაფასებთ იმ მიზნებთან მიმართებით, რასაც ვუსახავთ. თუ მიზანი სტანდარტულია, ვიყენებთ აკომოდაციას. თუ მიზანი ინდივიდუალურია, შეფასებაც ინდივიდუალური უნდა იყოს. გამჭვირვალე დოკუმენტაცია და სწორად შერჩეული ინსტრუმენტები კი ამ პროცესის წარმატების გარანტია. მადლობა ყურადღებისთვის.